აბა როგორ ხართ ჩემო მეგობრებო, მოგესალმებით. ხელს გიქნებთ და ძალიან ბევრ დადებით ენერგიას გიგზავნით. მოგიკითხავთ დიდი სიყვარულით, რა თქმა უნდა მადლიერებით და პატივისცემით განსაკუთრებით ჩემი არხის გამომწერებს. ადამიანებს, რომლებიც არიშურებთ უკავშირს სხვადასხვა ფორმით, მიცხადებთ ნდობას და ერთგულად უყურებთ ჩემს თითოეულ ვიდეოს, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს. და დღეს მოკლედ მინდა ესეთი ტიპის გაშლა გავაკეთო. ვინ მოდის თქვენს ცხოვრებაში და რა მოაქვს? ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში და რას მოიტანს ამ ადამიანის შემოსვლა, ხო? პირველი, მეორე ვარიანტი და დავიწყოთ, ვისთვის არის გაშლა ჯერ სიგნიფიკაციას მივყვეთ. ოხო, როგორ მიყვარს, ასე რომ იწყება ხოლმე გაშლა. თან ძალიან ისეთი საინტერესო ილუსტრაციები აქვს ზოგადად ამ დასტას. ნახეთ როგორ არის სამყარო წარმოდგენილი, ესე იგი უკან არწივი, ბუნების და ტრიალა ცისფერები, ოღონდ ღრუბელიც არის, ანუ რაც ზოგადად ცხოვრებარისგანაც შედგება, ხო? აქ არის ირემი და აქ არის ლომი, ანუ წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველაფერი. მსხვერპლიც, ძლიერების, სუსტის, ასე ვთქვათ, სიმბოლიზმიც გადმოცემული ამ ილუსტრაციაში, სიყმაწვილის, ასე ვთქვათ, უკვე დაღვინების ასაკის და სიბრძნის პერიოდები, ხო, აქ ყვავილია, ვაზის ფოთოლი, აი უამრავი დეტალით არის ეს არკანი წარმოდგენილი, მართლა პირდაპირ მნიშვნელობით სამყაროს ძალიან ბევრ მიმართულებას და ასე ვთქვათ, აი ძალიან ბევრ სახასიათო მომენტს რომ ატარებს, ხო, რითიც ზოგადად სამყარო შედგება. ანუ ხა ბევრი რაღაც შეიძლება აკლდეს, მაგრამ იმდენად სწორად არის ჩადებული ყველაფერი აი ამ ნაწილ ამ ფოტოზე, რომ ჩემთვის მაგალითად აბსოლუტურად საკმარისია დავინახო მთელი თავისი ავკარგიანობით ეს ყველაფერი. როცა ვთქვათ ადამიანთან კავშირში ვსაუბრობ, სიგნიფიკაციით, ხო? არ გამოვრიცხავ, მე არ მიყვარს ხოლმე ამაზე დიდად გამახვილება ყურადღების, მაგრამ მიწის ნიშნები იყოთ, განსაკუთრებით შესაძლოა, ასე ვთქვათ, გადათამაშდეს იმ ადამიანებზე, ვისაც სატურნი მფარველობს, ხო, პლანეტა სატურნი და ასევე დიდად არ ვამახვილებ ხოლმე ყურადღებას, მაგრამ საქმიანობის სფეროებზეც შევჩერდები. არ გამოვრიცხავ, რომ მოგზაურს უყურებდეთ, ან მოგზაურობის მოყვარულს ზოგადად, ადამიანი, რომელიც ხშირ მიმოსვლაშია, რომელიც ასე ვთქვათ, ხშირად იცვლის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას, ამასაც არ გამოვრიცხავ და ნახეთ როგორი მომენტია კიდევ არ გამიკვირდება, რომ სამყაროს არკანით თქვენ იყოთ ჩემი კოლეგები, იყოთ ნახეთ ისეთ სფეროსთან დაკავშირებული, რომელიც არის სიცოცხლესთან კავშირში, ხო, სამედიცინო სფერო განსაკუთრებით გადათამაშდება, მე ან გინეკოლოგებზე, ანუ სამშობიარო სახლების თანამშრომლებზე, ხო, ეგ თან იქნება თუ ვინც იქნება, არ აქვს მნიშვნელობა და არ გამოვრიცხავ კიდევ ისეთ ადამიანებზე, რომელსაც აი ბევრი გასტროლი უწევს, ხო, ესეთი შემოქმედების სფეროს წარმომადგენლები იყოთ. მოკლედ, ცხოველებთან კავშირით შეიძლება ვიღაცას ჰქონდეს, არც ეს არის გამოსარიცხი, მაგრამ სახასიათო შტრიხებს რომ მივადგეთ, ჩემთვის რაც უფრო მნიშვნელოვანია ხოლმე, ხო, ყოველთვის. აი, იცით როგორი ტიპის ადამიანი ხართ, ძალიან ჰარმონიული. ანუ თქვენ შეგიძლიათ სამყაროდან, ცხოვრებიდან აიღოთ ყველაფერი მაქსიმალურად. აი, როგორც მუშაობისას, ისე დასვენებისას, რა ყველაფერში რაღაცა სათქვენო სიტუაცია იპოვოთ, ხო? აი, ყველაფერში რაღაცა თქვენთვის პოზიტიური მომენტი შენიშნოთ. სხვა შორის ემიგრანტებზე ძალიან დიდ წილად გადათამაშდება ეს, იმიტომ რომ მიგრაციასთან კავშირშია ეს არკანი და ასევე დიპლომატებზე, ეს საერთაშორისო მოგზაურობა, ვისაც უწევს ხოლმე ხშირად. ძალიან პოზიტიური და ასე ვთქვათ, იღბლიანი ადამიანები ხართ. სხვისთვის სხვათა შორის ხშირ შემთხვევაში იღბლიანი ბილეთებიც კი შესაძლოა იყოთ. და ახლა ვნახოთ თქვენს უახლოეს თქვენი ცხოვრების უახლოეს
პერიოდებში ვინ შეიძლება გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, არ აქვს მნიშვნელობა, ხო, ეს მამაკაცი, ქალი, ანუ ზოგადად რისი მომტანია და ვინ შემოვა თქვენს ცხოვრებაში. ვნახოთ აბა ერთი არკანით და რას მოიტანს. ხო, სულელის არკანი. მეორე მაღალი არკანი, მეგობრებო, ამას დავამატებ უკაცრავად. მესამე მაღალი არკანი, ჩემო კარგო ადამიანებო. აჩეხილი მაქვს და დამუშავებული მაქვს, შესაბამისად არავინ იფიქროთ, რომ ასაჩეხია. რა საინტერესოა, რა საინტერესოდ გადაგითამაშდათ. არა, მე არკანს ნამდვილად აღარ ამოვიღებ, ჩემთვის პრაქტიკულად უკვე გასაგებია, აქ რასთანაც მაქვს საქმე. სულელის არკანით, მეგობრებო, არ გამოვრიცხავ თქვენს ცხოვრებაში, შემოვიდეს ასაკით პატარა ადამიანი, ასაკობრივი მომენტი იყოს თქვენს შორის, უფრო მამაკაცი რაკიღა აქ მე იმპერატორის მომენტით, მაინც მამაკაცი დამიჯდა და აქ სხვა ფაზლით ქალური ენერგიები არ მიფიქსირდება. ნახეთ, როგორი ტიპის ადამიანი შეიძლება იყოს. აი როგორი ადამიანი იცით, აი უდარდელი, ლაღი, თავისუფალი, პასუხისმგებლობებისგან ძალიან შორს რომ დგას, შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენელი შესაძლოა იყოს, მაგრამ ამავე დროს ძალიან გამბედავი. აი სულელის არკანთან სულ მახსენდება ხოლმე ივანუშკა დურაჩოკი. რატო იგებდა ყველაფერს და რატო არ მარტივად ლავირებდა და ყველანაირ სირთულეს აღწევდა თავს, დურაკი იყო. ანუ დურაჩოკი ერქვა რა, არ ფიქრობდა ბევრს, ძალიან ისე გამბედავად მიდიოდა ზოგჯერ თავხედურადაც და გამოსდიოდა ყველაფერი. ხო, აი დაახლოებით ეგეთი ტიპის ადამიანი შეიძლება იყოს. სხვათა შორის შემთხვევაში ისიც გადათამაშდება, რომ შეიძლება ამ ადამიანს ბევრი მის სოციუმში, მის გარემოში ვერ უგებდეს და თქვენთან იპოვოს რაღაცა ისეთი საერთო ენა, ხო, აი რაც ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი მომენტი იქნება თქვენთვის. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ სულელის არკანია უდიდეს ცხოვრებისეულ სიბრძნეს ფლობს. ანუ შეიძლება კანტი და ჰეგელი დაზეპირებული არ ქონდეს პირობითად ვამბობ, ხო და შოპენჰაუერი არ ქონდეს გადაღეჭილი, მაგრამ ნუ ისეთი ფილოსოფია ქონდეს თვითნაბადი და ბუნებრივი, რომ აი არ ვიცი, ხო, რაღაცა ძალიან გაგაოცოთ რა. და არ არის ეგოისტი. ანუ აი ჩვეულებრივი შაბლონებით მოაზროვნე ადამიანი არც ერთ შემთხვევაში არ იქნება. ეხლა რაც შეეხება იმპერატორის არკანს, მეგობრებო. იმპერატორით არ ვიცი, ეს ადამიანი ცოტა ეჭვმეპარება, რომ აქ რაღაცა მგონია, რომ უფრო პირად ნაწილს მოიცავს ეს ყველაფერი და არ მოიცავს ასე ვთქვათ სამსახურებრივ ნაწილს. რაღაცა ესეთი მომენტი მომდის, თუმცა რას მოგვიტანს მე რომ ვნახავ, ხო? აი იქ უკვე მერე ჩაშლით უფრო სწორად გამოჩნდება. მაგრამ იმპერატორის არკანით, ჩემო კარგო ადამიანებო, ძალიან სწორი ადამიანი უნდა იყოს, ნახეთ. მე კი ვთქვი, რომ ამას დიდად, ხო, ცოტა ისეთი ზედაპირული დამოკიდებულებები აქვს, ხო, მაგრამ სიღრმისეული სიბრძნე აქვს, რომელიც შეიძლება თვითონ ვერ წხვდებოდეს ისე აფრქვევდეს ამ სიბრძნეს გარშემო, მაგრამ იმპერატორის არკანით უკვე შემიძლია გითხრათ, რომ აი როგორი ტიპაჟი იქნება, იცი, ის თავისი გამბედაობა, რომელიც ამას ახავს, ძალიან სწორად გამოსაყენებელი იქნება ამ ადამიანს. აი ის თავისი სილაღე, თავისი რაღაცა იმპულსურობა უკვე აი დასტაბილურებულ ნაწილში რომ გადასდის და სწორი სტრატეგიები და სხვათა შორის სწორი ფოკუსები რომ აქვს რაღაცებთან დაკავშირებით, ან ვიღაცებთან დაკავშირებით და სხვათა შორის აი მიუხედავად იმისა, რომ თვითონ დიდად არც ამბიციურია და არც რაღაცა სტანდარტული მომენტებიდან გამოდის, ხო, როგორც ვიცით ხოლმე ჩვენ რაღაცა ისეთი ამბიციები, ხშირად არაჯანსაღი არა. მიუხედავად ამისა, მაინც გამოსდის მართვა, მაინც გამოსდის ძალაუფლება, მაინც ანუ თავის დაუნებურად ისე ხდება, რომ რაღაცა უკეთეს პირობებში ჯდება, ჩნდება და თავის დაუნებურად მართავს ყოველგვარ სიტუაციას. არ გამოვრიცხავ, ჩემო კარგო ადამიანებო, ეს ადამიანი ასევე იყოს, ნახეთ, რა, ხო, აი ხელმძღვანელი სფეროს წარმომადგენელიც თქვენთან კავშირში, მაგრამ აი მე არ მინდა უბრალოდ რომ დავასწრო სიტუაციას, რომ ვნახავ რა შემოაქვს და რისთვის შემოდის. აი მე უფრო გამოჩნდება, მაგრამ ზოგადად მგონია რომ ეს ადამიანი ვინც შემოვა, არ ვიცი, რაღაც ძალიან ისეთ პოზიციებთან უნდა იყოს კავშირში, საბანკო სფეროც შეიძლება იყოს, აი მატერიალურად საკმაოდ ძლიერი უნდა იყოს, ამის თქმა მინდა.
და ვნახოთ რა შემოაქვს ამ ადამიანს თქვენს ცხოვრებაში 1 2 3 აჰა, ახალი შესაძლებლობები, ახალი შანსები, არჩევანი, მოკლედ ძველსა და ახალს შორის, ან ამ გზასა და იმ გზას შორის, მშვენიერი ენერგია. მოკლედ რაღაცა გარკვეული დილემის წინაშე, ოღონდ დადებითი დილემის წინაშე შეიძლება დაგაყენოთ. ნახოთ აბა რისთვის მოდის და რა უნდა თქვენს ცხოვრებაში ამ ადამიანს. თასების პაჟი, 4-იანი პენტაკლები და კვერთხების მეფე. ნახეთ ახლა, საჯაროა გაშლა და მე უნდა გავაჟღერო რამდენიმე ვერსია. ნახეთ მეგობრებო, აქ წეღანაც მომივიდა ეს ინფორმაცია პირადი, როცა ვახსენე, უბრალოდ არ დავასწარი და არ მინდოდა თქმა. შესაძლოა დაოჯახებული ადამიანი, ან უკვე ოჯახი რომ მქონდა, ისეთი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში, რომელიც რატომღაც ვერც წარსულს თმობს, ამავდროულად უნდა ახალი ემოციები, ახალი, ასე ვთქვათ, ენერგიები იმისთვის, რომ მის ცხოვრებას აზრი ქონდეს და თან იმ წარსულსაც ვერ ეხსნება ბოლომდე და არ ემეტება ბოლომდე დასათმობად და თან უნდა რომ აი იცით რა გამახსენდა თვარწდები შოთანიშნიანის ლექსია ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე 1 აპრილს კიდევ გამიღვიძებდეს აი ეს ლექსია ხო რაღაცა აი ზუსტად ვეღარ ვიხსენებ ახლა პირველ სტრიქონებს ჩემი ცხოვრების შემოდგომამდე 1 აპრილს კიდე გამიღვიძებდეს ხო ისეთი ვინმე რომ გამიღვიძებდეს წუთით თუ რაღაცა მოკლედ აღარ მახსოვს ახლა ზუსტად მაპატიეთ მაგრამ აი ეს სტრიქონი ზუსტად მახსოვს რა ანუ კიდე უნდა რომ რაღაცა აი ეს ცეცხლები იგრძნოს აი ეს იგრძნოს რა აი სისხლი ჩქეებს რა წარღვებში აი ესეთი მომენტით მოდის თქვენს ცხოვრებაში ძირითადად ემოციების ნაწილში მოდის ოღონდ თან რაღაცა წარსულის ტვირთებიც ბოლომდე ვერ ეთმობა. კაი. რა მოაქვს? აი რა თქვენთვის ეს რისი მომტანი იქნება? მეგობრებო, არ გამოვრიცხავ. და არ გამოვრიცხავ, ჩემო კარგო ადამიანებო. ეს საინტერესო ფასლი გაიშალა, რომ ეს თქვენი წარსული ადამიანი იყოს. ეს იყოს თქვენი უკვე ყოფილი პარტნიორი, ну თუ მეუღლე არა ყოველ შემთხვევაში, არც ამას გამოვრიცხავ, რომ მეუღლე იყოს და გაცილებული იყოთ თქვენ ამ ადამიანთან, ან ყოველ შემთხვევაში ქალი, რომელსაც თქვენ რაღაცა ისე არასწორად მოეკეცით, ისე ატკინეთ, რომ ძალიან ისეთ ენერგიებში გადავიდა, შეიძლება აქეთ გავნოთ კიდეც მარტო თავდაცვის ნაწილში არა. შეიძლება პირიქით, აი პირდაპირ მნიშვნელობით აქეთაც გავნოთ. ანუ იმდენად გამწარებული იყოს, რომ ყველაფერზე წამსვლელი ქალი, რომ ვიტყვით ხოლმე საშიში ქალიაო, ხო? აი არ გამოვრიცხავ მეგობრებო, რომ თქვენ აი ამ პოზიციაში აღმოჩნდეთ ამ ადამიანის შემოსვლაში. ნუ მამაკაცები თუ მიყურებთ, თქვენს თავზე გადაათამაშეთ. აქ მე ხა ისეთი ფაზლი გამეშალა, მით უმეტეს აქ ეშმაკის არკანიც მიზის მეგობრებო, თან აქ თუ დააკვირდებით თქვენ მე-15 მაღალი არკანი კი, მაგრამ ჩრდილოვანი მხარეებით არის, ხო? აქ დეივილ კი არა წერია, ანუ პირდაპირ წერია ჩრდილოვანი მხარით, ანუ ეტლის არკანია და ამასაც ეშმაკი მართავს თუ დააკვირდებით და თეთრი ენერგია იქით გარბის, შავი ენერგია აქეთ გამორბის, მოკლედ საკმაოდ ისეთი არა მდგრადი ენერგიებია, ხო პირიქით ცოტა აგრესიულიც, ცოტა დასაბალანსებელი კი არა, კარგად დასაბალანსებელიც ზომიერებისკენ, რომ აი თან როგორი ენერგია და ინფორმაცია მოდის, იცით ახლა მეტყვით დაბნეულად რატო? არა, დაბნეულად არ საუბრობ, უბრალოდ იმდენი ინფორმაცია მოდის ერთად, რომ აი უცებ სინათლის სიჩქარით უნდა დავაწყო და ასე ვთქვათ, დავახარისხო ეს ინფორმაცია, რომ სწორად მოგაწოდოთ. ნახეთ, შესაძლოა იმდენად გონარეული, იმდენად გამწარებული და იმდენად ნანერვიულებელი იყოს ეს ადამიანი და იმდენად იმედგაცრუებული, სხვა შორის არ გამოვრიცხავთ ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური პრობლემებით, რომ აი თქვენ შეეძებდეს აი ამ ჰარმონიას, აი ამ ზომიერებას და აი ამ ასე ვთქვათ მკურნალ ენერგიას
აი ესეთი მომენტიც მომდის. აქ მგონია მეგობრებო, რომ უფრო თქვენი ყოფილი პარტნიორის თემა და ეს ხმლების დედოფალი ან თქვენ ხართ, რომელსაც უბრალოდ უკვე აღარ გინდათ არაფერი, ნუ დავიღალე მე შენი ტყუილებით, მე შენი ღალატით, ასე შემდეგ, ან მეორე მომენტია, რომ იმ თქვენთან მოდის აი ამ ქალისგან წამოსული ვიღაცა თაღლითი, მაპატიეთ საკმაოდ ისეთი ცხოვრებაზე დაბოღმილი ქალისგან. რა ხმლების მეფეს ეს ხმლების დედოფალს ეს ახასიათებს სხვადასხვა დასტაში და სხვა შორის ამ დასტაში ეს ენერგიები მას აქვს. თქვენთან მოდის ასე ვთქვათ სიმშვიდის ნავსაყუდელთან, როგორც ასეთი ოჯახის არკანია მომდის. მაინც მგონია რომ აქ რაღაცა დანგრეული ურთიერთობა, სადაც ერთმანეთს ძალიან აწყენიეთ, ხალათსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ არა, მაგის არკანით იყო ბევრი უსიამოვნება, ბევრი манипуляცია, თუმცა ეს ადამიანი თქვენთან ბრუნდება. კი, აქ ცალსახად სამკუთხედის ნაწილი იყო და მოდის თქვენთან მეგობრებო. მოდის თქვენთან გრძნობები, ისე თქვენსკენ აქვს და ზუსტად იცის რომ თქვენი პენტაკლების მეფეა და თქვენთან უნდა მიიღოს ის, რაც, ანუ თქვენთან არის მისი ადგილი რა, მოკლედ და კონკრეტულად რომ ვთქვათ. მადლობა პირველ ვარიანტს. თუ არც დავდე ვარიანტები უკაცრავად და ისე დავიწყე პირდაპირ, თუ ორივე ერთად გადავდე. არა, მეორე ვარიანტი იყო ლურჯი, ეგ ზუსტად მახსოვს. რატო გადავდე ორივე იქით? ნუ რომ შეგვაქვს ახლა ნახოთ მეორე ვარიანტი. ვიზია, სიგნიფიკაცია. 4-იანი ხმლები. მეგობრებო, აქ ცოტა განსხვავებულად არის წარმოდგენილი. ხმლები თვითონ ამ გოგონას არაფერს უშავებს, პირიქით გამზადებული აქვს თვითქოს ხო ეს ხმლები, რომ მოსვლი შემოტევის შემთხვევაში ვიღაცას გაუსწორდეს. ნუ ზოგადად კონფლიქტური ენერგიები არ ვიცი ახლა სიგნიფიკაციასთან ცოტა მაინც ავჩეხავ და ერთ არკანსაც დავამატებ თქვენს ეს მგონია რომ ენერგიებს მიყვებით უფრო რა საინტერესო აქაც ისევ მეორე ვარიანტსაც პირველი ვარიანტი ხوار მიყურებთ პირველი ვარიანტის მაყურებლები სამყაროს არკანით ამოდიხართ მე ბევრი ვისაუბრე პირველ ვარიანტში სამყაროს არკანზე არ ვიცი ნუ აი ძალიან ისეთი ერთდროულად ბრძენი ერთდროულად ახალგაზრდული ენერგიებით აი ყველაფერთან თქვენი წვდომა რომ გაქვთ მოდით ასე ვიტყოდი არ გამოვრიცხავთ ქარო პროფესიით რაღაც მოგზაურობასთან იყოთ დაკავშირებული დიპლომატიურ მომენტებთან ჩემი კოლეგები შესაძლოა იყოთ ექიმები შესაძლოა იყოთ ვინც მიყურებთ მაგრამ ნახეთ როგორი მომენტია თქვენ თვითონაც ძალიან დიდი შანსი შესაძლოა იყოს სხვა ადამიანებისთვის არ გამოვრიცხავ შესაძლოა ძალიან ხშირად აი ამ თქვენი ასე ვთქვათ გაცემული შესაძლებლობის ფონზე მე თქვენ თვითონ გულნატკენი რჩებოდეთ ხოლმე და ასე ვთქვათ მე თქვენვე გიწევდეთ თქვენი თავის რეანიმირება და რეგენერაცია არც ამას რიცხავ. აი ესეთი ადამიანი აი ამ ენერგიებში რომ ჩავა, არ ვიცი, აქ ძალიან დიდი ამბები უნდა იყოს თქვენს თავს გადამხტარი. მე ეს მიჩანს. შესაძლოა ვიღაცაც სუდად აცხართ პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება არ ვიცი ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდ სიფრთხილეზე სიჩენთ ძალიან ასე ვთქვათ ძიმე გამოცდილებიდან გამომდინარე აი მტერსაც და მოყვარესაც უკვე ხმლით რომ ხვდებით ის მომენტია აქ ის ენერგია ანუ აქ ის როგორც სტანდარტულად კლასიკურ ტაროს დასტებშია ხო რო წევს და ზემოდან ეს ხანჯლები მოკლედ მკვდარია პრაქტიკულად ადამიანი აქ ეს არა აქ კიდე ცოცხლები ხართ და ბრძოლის უნარით შერჩენილი გაქვთ ნახოთ აბა თქვენს ცხოვრებაში ვინ შემოდის როგორი არეულები და ქაოსი გაქვთ რაინდი ხმლების რაინდი ამოხტა მაგრამ ისე ჩავატრიალებ ეს უბრალოდ ჩვენთვის ვიცოდეთ რომ შესაძლოა ესეთ ადამიანთანაც ნახოთ აბა ნახოთ ვინ მოდის სიგნიფიკაცია 8 პენტაკლები 5 და იმპერატორი. მეგობრებო, არ ვიცი ეს შესაძლოა სამსახურებრივ ნაწილს უკავშირდებოდეს თქვენსას, თქვენს ასე ვთქვათ ფინანსურ მომენტს ადამიანი რომელიც აქ უფრო რაღაცა სამსახურებრივი მომენტი მომდის, აქ პირადი ნაკლებად მომდის.
ხო, ნახეთ როგორი მომენტი მიჩანს აქ, მგონია რომ თქვენ სამსახურებრივ სფეროში გაქვთ რაღაც კრიზისი, ან უბრალოდ სამსახურს ელოდებით ახალს. კი, პრობლემებიც ზუსტად ამ ფინანსებიდან გამომდინარე მოდის და თქვენს ცხოვრებაში შემოვა ადამიანი, არ ვიცი შეიძლება თქვენი ხელმძღვანელი იყოს, ან ადამიანი რომელიც თქვენ სამსახურებრივ სიტუაციაში ხელს წაგახმართ მატერიალურ რესურსში, ასე ვთქვათ, შეგეშველებათ დალაგებაში რა თქვენი აი ამ მომენტის ძალიან ისეთ რთული პერიოდები კი გიდგათ და იმპერატორი და იმპერატრიცა ნახეთ წყვილში ამოდიხართ. ნუ ადამიანი ყოველ შემთხვევაში რომელიც აი სწორად ეხა ნახეთ რა რისი თქმა მინდა. არიან ადამიანები მეგობრებო რომლებიც შეიძლება აი არ ვიცი მიწაზე მოფორთხიალენ ახო რა იმდენად განადგურებული თუ ფსიქოლოგიურად თუ მატერიალურად თუ ფიზიკურად სახე დაკარგული. აი არ ვიცი როგორ გითხრათ პირდაპირ მნიშვნელობით აი ნუ აი მაგრამ აი ეს ადამიანი სხვა ადამიანმა იცნოს და ზუსტად დაინახოს აი როგორც მოსამსახურეში პრინცესას დაინახავენ ხო ისეთი ცოტა გარომანტიზებული შედარებაა მაგრამ აი გიცნობთ რა აი ეს ადამიანი ვინც თქვენს ცხოვრებაში შემოვა თქვენ გიცნობთ თქვენს რესურსებს დაინახავს, თქვენს შესაძლებლობებს დაინახავს, სხვა შორის თქვენს წარსულ მძიმე გამოცდილებასაც დაინახავს, დააფასებს და ნახეთ, აი სწორად ვთქვი რა, აი ესე გამოწგიწვრით ხელს, აი შეიძლება არც დაგალაპარაკოთ ისე მიხვდეს თქვენს პრობლემებს, ისე აი უთქმელად გაიგოს ყველაფერი და აი ამ მდგომარეობაში მყოფი რაქნას აბა რაქნას აი ამ მდგომარეობაში გადაგიყვანოთ ნახეთ დაგიბრუნოთ რწმენა დაგიბრუნოთ ხალისი დაგიბრუნოთ საკუთარი თავის რწმენა რაც მთავარია და კი ბატონო რაღაცა ახალი საქმიანობაც შემოგთავაზოთ და აი როგორ გითხრათ სტაბილური გარემო შეგიქმნათ კი ფინანსურად აქ ძირითადად ფინანსურ ნაწილზე მოდის აქ პირად ნაკლებად ვხედავ მეგობრებო მეორე ვარიანტში აქ მგონია რომ უფრო თქვენი ფინანსების დასარეგულირებლად გამოუშვებს სამყარო ამ ადამიანს და გამოგიყვანთ აი ამ შიშებიდან გაურკვევლობებიდან ქაოსიდან ნახეთ გამოგიყვანთ გოგონას ხელში უკავია ჩირაღდანი და აქეთკენ მოდის ხო რატო ვეძებ არ ვიცი მაგრამ ნუ რაღა მინდა აი ამ ტვირთებისგან გაგათავისუფლებთ რა თქმა უნდა გაგათავისუფლებთ მეგობრებო რა თქმა უნდა უი არკანიც რა კარგი მაქვს დასტის ფონად მშვენიერი პირადი იყო პირველი ვარიანტი მეორე ცალსახად აქ რაღაცა თქვენი სამსახურებრივი მატერიალური მომენტებია სადაც ვიღაცა უცბად გამოჩნდება ვინც თქვენს რეალურ შესაძლებლობებს და სახეს დაინახავს და მოკლედ დახმარების ხელს გამოგიწვით. და ვიცი მე მგონი მშვენიერი გაშლა გამოვიდა. მადლობა კიდევ ერთხელ ნდობისთვის, მადლობა ყურადღებისთვის და პირად კონსულტაციებზე განვაახლეთ და შეგიძლიათ უკვე მომმართოთ. ლინკიც მითითებულია არხის აღწერაში.